ხედავთ რაც მოხდა, ანგარიში გახდა 0-1 და ბუღრიძის მიერ არ აღნიშნა ეპიზოდის გასაგებია ის თამაშობდა ტორპედოს შემადგენლობაში და თქვი კიდევაც გორის დილას შეუძლია პირველი გოლი გაიტანოს მიმდინარე სეზონში და ეს ირაკლი ბუღრიძეა რომელმაც აი ეს გააკეთა კერესელიძე იქნებ ჩვენს დავინახოთ კი კერესელიძე როგორცაც მატჩის წინ გახდა შეუძლოთ გორელთა მეკარე და მას მიუძღვნა გოლი ირაკლი ბუღრიძემ კიდევ ერთხელ ვიმეორებ როგორც მე მითხრე სერიოზული და განსაკუთრებული არაფერია და ზუსტ ინფორმაცია როდესაც მე ექნება მოკადვით კერესელიძეზე აქ კი საოცარი დარტყმა გამოვიდა ტიბუეს გადაცემის შემდეგ ირაკლი ბუღრიძეს და უზუსტესი ძლიერი და ძალიან ზუსტი გადაცემის შედეგად გორის დილამ გახსნა დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში პირესი არის ბურთით ცრუ მოძრაობა მცდელობა ჩაწოდების ჩააწოდა კიდეც აქ რუხაძე არის პირველი ბურთთან თუმცა ღუდუშაური მიიღებს საჯარიმოში ღუდუშაურია საჯარიმოში შემოტრიალ და შეიძლება ჩაწოდება ცრუ მოძრაობა მარცხენა ფეხზე გადაიტანა და არტყა და ანგარიში გაათანაბრა 1-1 ღუდუშაურის პირველი გოლი მე-17 წუთზე კარგი შეტევა იყო თუმცა უფრო აქტიურად რომ ეთამაშა რუხაძეს და ცოტა უფრო მეტი აგრესია გამოიჩინა ალბათ გაუჭირდებოდა ღუდუშაური. ღუდუშაური კარგი ფეხბურთელია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით და აი სწორედ მის მიერ გატანილი გოლიც ნახეთ კიდევ ერთხელ. აი აქ გულისხმობ კი რუხაძე მითამაშა თავით, შემდეგ იღებს ღუდუშაური ბურთს. ბუნებრივია, ახლა ამ ეპიზოდში ცდილობს ღუდუშაური მარცხენაზე გადაიტანოს, გადაიტანა და რატომღაც ახლა აი ესეთ სიტუაციაში ასე ადვილად თამაშის უფლება არ უნდა მიეცათ. კიდევ ერთი დარტყმა შეიძლება დარტყმა და მეკარემ გადაარჩინა ფაცაცია შეეძლო ანგარიშის შეცვლა შორიდან გიგაური ძალიან კარგი დარტყმა ძელს ხვდება აქ არ ვიცი ყველაფერი შეეძლო ალბათ ფაცაციას ერთი შეხებითაც დარტყმა გაისწორა დროც ჰქონდა სახოს შეცდომა და ვნახოთ ახლა აქ რას იზამე შეყილაძე საჯარიმოშია შევიდა გამოვიდა მეკარე და გადაარჩინა გუნდი ვარლეი ცარიელი კარიდან გამოიტანა ყოჩახ ამ ეპიზოდში შეყილაძე მაგრამ კიდევ უფრო ყოჩახ ალბათ ვარლეი რომელმაც ძალიან კარგად დააზღვია თავისი თანაგუნდელები და მეკარე ყველაზე რეალური შანსი მეორე ტაიმში გოლის გატანის ჰქონდათ გორელებს და აი აქ უკვე სახოს სერიოზული შეცდომა ხედავთ შეყილაძე აქ კვირკველიასაც აუარა გვერდის ისრაფით აჯობა მეკარესაც შეეხო იქ ბურთი მაგრამ აშკარა არის აქ ოდნავ შენელდა დარტყმა და ვარლეიმაც ისარგებლა ამითი და ძალიან კარგად ითამაშა გორელები ბურთით ბუღრიძე მარჯვენა ფრთაზე კვლავ ერთი ფეხბურთელია საჯარიმოში ჩაწოდება შეიძლება დარტყმა და ანგარიში ხდება 1-2 გორელი ფეხბურთელები დაწინაურდნენ შეცვლაზე შემოსული იბრაჰიმა დრამე გატანილი გოლის ავტორი და აი ეს 1-1-ზე ორთაბრძოლის წაგება არ ვიცი ახლა განმეორებით ვნახოთ გორელებმა მოახერხეს და გაიტანეს 85 თუ 86 წუთი იყო ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა რა თქმა უნდა არ აქვს მაგრამ ვნახოთ ბუღრიძეს გოლს მოყვა საგოლე პასი